რუსთავის მერიასა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში საბავშვო ბაღების თანამშრომლები გადამზადდებიან. სასწრაფო დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლებასა და კონსულტაციებს გადაუდებელი დახმარების ძირეულ თემებზე, მათ შორის პირველადი დახმარების, უნარების განვითარება, შემთხვევების მართვა და გართულებების პრევენცია. მემორანდუმის მიზანი რუსთავის ბაღების პერსონალის სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მიმართულებით გადამზადება. დიდი მადლობა ამ ინიციატივისა და წამოწყებისათვის ქალაქ რუსთავის მერს ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს. ეს არის პროექტი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ 700-მდე ჩვენი საბავშვო ბაღის თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის ახალი უნარების მიცემას, განსაკუთრებით გადაუდებელი პირველადი დახმარების მიმართულებით. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო რუსთავში 4 ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს, ჩვენ ვალდებული ვართ პარალელურად ვიზრუნოთ სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ძალიან დიდ ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს ხარჯავს და ხდება ძალიან ბევრი სკოლის, ძალიან ბევრი ბაღის რეაბილიტაცია, გამონაკლისი არის რუსთავი არის, რუსთავშიც გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ბაღის მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესი. აქ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ყველაზე უფრო მთავარი აქტივი, რაც პერსონალია. ეს იქნება ძალიან კარგი ბაზისი იმისათვის, რომ ყველა დაწყებული რეფორმა და განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ნაწილის რეფორმა კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიდეს.